არ უნდა ეგონოს არავის, რომ რამეს წარმოადგენს. ეკლესიაში სიამზოლეში მისი უწმიდესობისგან პირველ რიგში რაც ვისწავლე, ეს არის, რომ რას ნიშნავს თავმდაბლობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თავმდაბალი ვარ, მე ამას მუდმივად ცდილობ, რომ ეს არ დამავიწყდეს უბრალოდ, რას ნიშნავს თავმდაბლობა. იმიტომ როგორც კი თავმდაბლობა გაკლდება, მიწა გეცლება ქვევიდან, წაიქცევი, ადვილად წაიქცევი ძალიან. თუ თავმდაბალი ხარ ადამიანი, ვერაფერი ვერ წაკაქცევს, იმიტომ რომ შენ იცი შენ რომ თქვათ ჯავშანი არა გაქვს წინაში და ღმერთმა იცი შენ რასაც წარმოადგენდა, რაც ახარ ეს ახარ და ანუ ვერ წაიქცევი. თავმდაბალი ადამიანი ვერ წაიქცევა, ამის თქმა მინდა რა. მაგრამ ხო ის რისკები არის ალბათ ადრეულ ასაკში წარმატების მიღწევას ყოველთვის ახლოს. კი და ამიტომაც მშობელმა უნდა დაიცვას ბავშვიდან და თქვენთან ეგ რისკები იქნებოდა, იმიტომ რომ თქვენი ბიოგრაფიიდან როგორც ირკვევა 6 წლიდან უკვე ფაქტობრივად თქვენი სახელი ნელ-ნელა ცნობილი ხდება. და ძალიან ბევრი იწერებოდა, ანუ ბავშვი უნდა დაიცვა მაგ შემთხვევაში აუცილებლად, რომ არ გამოცარიელდეს უბრალოდ. ბავშვი თავისთავად რაღაც ეგონება ის უკვე დამთავრებული. ბევრი მინახავს ეგეთი, ძირითადად უფრო სპორტსმენები, მუსიკოსები, მათ შორის მსახიობები ადრეულ ასაკში წარმატებას აღწევენ, მერე ბოჰემური ცხოვრება იწყება, დიონისური თავგადასავლები. კი, მართალია და მაგას ვფიქრობდი ხა თქვენთან მოსასვლელად ინტერვიუსთვის რომ ემზადებოდი. ალბათ ეს ადამიანი სწორედ ქრისტიანობამ დაიცვა იმ ხიბლისგან, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში წარმატებას ჰქონდეს.